სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთანაც ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. თქვენ როგორც მოისმინეთ, ესე იგი ჩამოლოცვის დროს დღეს არის ხსენება იმ 14,000 შვილისა, რომელიც ჰეროდეს მიერ იქნა ბეთლემში და მის შემოგარენში მოწყვეტილი, იმისათვის რომ ფიქრობდა, რომ ერთ-ერთი იქ იქნებოდა შვილი იესო. არის ცნობილი, ესე იგი, როგორ იტანჯებოდა გარდაცვალების წინ თავად ჰეროდე. ცოცხლად ჭამდნენ მატლები, ესე იგი. მის ტანჯვას ვერაფერი ვერ შველოდა. ეს ხორციელი ტანჯვა კიდე არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ადამიანს მარადიულად ჯოჯოხეთში ელოდებოდეს. აი სახარებაში მაგალითად როგორ არის აღწერილი, რომ მატლი დაუძინებელი. აი ტანჯვა ესე წარმოიდგინეთ, დაუძინებელი მატლი რომ ჭამდეს ადამიანს, ცეცხლი ჩაუქრობელი რომ სწავლდეს. ანუ აქ ისიც იგულისხმება, რომ ადამიანის სინდისის ქენჯნა, ესე იგი, რა მწვერვალებს შეიძლება აღწევდეს, ესე იგი, და წმინდა მამები ამბობენ, რომ ვერანაირი ხორციელი ტანჯვა ვერ შეედრება იმას ადამიანს, რომ სინდისი ტანჯვავს. ჯერ კიდე ამ წუთის სოფელში და მერე, მაგრამ ამ წუთის სოფელში არსებობს იმედი, რომ რაღაცა დასრულდება, მაგრამ ჯოჯოხეთში არ არსებობს იმედი, რომ ის ტანჯვა დასრულდება. არც სასუფეველში არ არსებობს საშიშროება იმისა, რომ ის სიხარული დასრულდება, რაც იქ არის. ამ წუთის სოფელში ყველაფერი დროებით არის. შეიძლება დღეს სიხარული გაქვს, ხვალეს წუხარებით შეიცვალოს. ზეგ ისევ რაღაც სასიხარულო მოხდეს. დროებითია მწუხარებაც და სიხარულიც. ჭირშიც, ესე იგი, უნდა ახსოვდეს ადამიანს, როგორც სოლომონბრძენი ამბობს, უნდა ახსოვდეს, რომ სიხარულის დღეები იყო და კვლავაც იქნება და სიხარულშიც უნდა ახსოვდეს, რომ წუხარების დღეები იყო და კიდევ შეიძლება რომ იყოს. ეს ადამიანს მისცემს იმას, რომ ჭირშიც იმედიანი იქნება და ღიმში კიდე თავშეკავებული იქნება. ეს ძალიან დიდი თვისებებია, ორივე დიდი არის ადამიანისთვის. ერთი რომ ღიმში, ესე იგი, არ ზედმეტი არ მოგივიდეს ადამიანს და რაცა თავშეკავებულობა რომ შეინარჩუნო და მეორე კიდე ჭირში სასოწარკვეთილებაში რო არ ჩავარდე და იმედიანად რო იყო. აი წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც მოუნანიებელი მიდის, ამხელა ცოდვის გამო მოუნანიებელი მიდის. ახლა ჩვენ რა თქმა უნდა გული გვისკდება, რამდენი უბედურება ჩაიდინა. მაგრამ რო დავფიქრდეთ, აი სტატისტიკურად რო აიღო და შეხედო, თუნდაც ის რაც ჰეროდემ გააკეთა 14,000 შვილი, თუნდაც ის რაც ჯალალედინმა გააკეთა თბილისში 100,000 ქართველი ეწამა, ყველა ომი და ბრძოლა რო ერთად შეკრიბო, შეაჯამა, მაინც ვერ უტოლდება იმ რიცხვს, რაც დედამ გააკეთა თავისი შვილის მიმართ, აბორტს გულისხმობს. აბორტების რიცხვი გაცილებით დიდია, ვიდრე ის ყველაფერი ჩვენ რო ერთად შევკრიბოთ. ანუ ამითი რას ვამბობ, რომ იქ თუ ვიღაცამ რაღაც გააკეთა, ეს თვითონ მოეკითხება მას, მაგრამ თითოეული დედა იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ თუ რაღაცა ამ ცოდვაში უდგას ფეხი, აღარ უნდა გადადოს სინანული. იქ აუცილებლად უნდა შეინამოს. ვიღაცამ 1 თუ ვიღაცამ 10 თუ 15 თუ ყველამ თავისი იცის. ვინც ამაში მონაწილეობდა კიდე, ექიმი იქნება თუ მეზობელი იქნება თუ სხვა იქნება, ყველა სინანული მართავს, ვიდრე პირში სული უდგას. ეს სახუმარო ამბავი არ არის. აი რა წერია ჰეროდეზე, რომ ისე იტანჯებოდა, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ შეეძლო. ჩვენ სამწუხაროდ ჩვევია ის, რომ აი თავს ვიმართლით. მაგრამ აქ შეიძლება ადამიანთან გაიმართლო თავი. შენი თავიც კი მოატყუო, შენი სინდისი მოატყუო, მაგრამ ღვთის წინაშე რო წარდგები, იქ არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს.
აი დღევანდელ სამსახარებაში რა ეწერა, რომ მოციქულებს ეუბნება, რომ თუ შეგწოდებსო შენი ძმა, ამხილევ, შერისხევ და თუ შეინანებსო, მაშინ აპატიეო. ანუ ეს მას ნიშნავს, რომ აპატიო და უთხარო, პატიო ღმერთმა შეგინდოს, მაგრამ გულში მანამდეც უნდა აპატიო, ვიდრე ის შენდობას ითხოვს. ეს ორი სხვადასხვა რამე. ახლა ჩვენ ზოგჯერ ვამბობთ, რომ აი შენდობა არ უთხოვია, არ უთქვია, რომ აპატიო და იმიტომ არ პატიო. შენ გულში უნდა აპატიო. ანუ ეს შენი ღირსებაა, რომ შენ აპატიო. იქამდეც კი, ვიდრე ის შენდობას გთხოვს. მაგრამ ახლა ადამიანთა შენდობას არ ითხოვს და გაჯიუტებულია თავის აზრში და მიხვიდე და უთხარ, რომ მე შენ გპატიობს, ის სულ ელათად ჩაგდოს. მაგრამ შენს გულში კი უნდა გახსნა და გაუშვა. რომ შენ გიმძინდება გული, იმით რომ შენ არ პატიო. ისე რომ ჩვენი მიმტევებლობა სხვის აღსარებლობაზე არ არის დამოკიდებული. მაშინ გამოდის, რომ ჩვენი ქრისტიანობა სხვის აქციაზეა დამოკიდებული. ის როგორ მომექცევა, იმის მიხედვით ვარ მე ქრისტიანი. მიუხედავად იმისა, სხვა როგორ მოგექცევა, შენ შიგნით ისეთი უნდა იყოს, როგორც ქრისტეს მოსწონს, როგორც ღვთისმცნობა ამბობს. მაგრამ ეს უკვე მისთვის არის კარგი, რომ მან შენდობა ითხოვოს და შენ აპატიო. ეს შენს ღირსებას არ აკნინებს, თუ ის შენდობას არ ითხოვს, მაგრამ შენ გულში პატიო. ეს უკვე მისი ცხონების საკითხია, რომ მან ითხოვოს შენდობა. მაგრამ დღეს სამწუხაროდ ძალიან უჭირს ადამიანს, ესე იგი, რომ შენდობა ითხოვოს. ფას რომ აპატიო, დავაშავე, შემეშალე. უშეცდომო არავინ არ არის, ყველა შეიძლება შეეშალოს, ყველამ შეიძლება რაღაცა ფეხი წამოჰკრას, წაბორძიგდეს, წაიქცეს. მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მე დავაშავე, მე მაპატიეთ, ეს ნიშნავს, რომ მასში არის სიმდაბლე, ამდაბალი. თუ ამას ვერ ამბობს, ესე იგი ის ამაყია, ამპარტავანია. როგორ ახლა შეიძლება რომ ეს შემეშალოს, ყველანაირ როგორც იყვიან, გველის ტყავში გაძვრება ადამიანი, ოღონდაც არ თქვას, რომ მე დავაშავე. ყველაფერს მოიმოქმედებს იმისათვის, რომ დაამტკიცოს, რომ მართალია. და ვის წინაშე? მეორე ადამიანის წინაშე, რომლის მოტყუება ძალიან ადვილია ის შემთხვევაში. მაგრამ აი მის მოტყუება, ვისიც შეუძლებელია და ვის წინაშე ჩვენ უნდა წავდეთ. არ გამოდის. მეც ვერ მოატყუებ ვერაფერს. ამიტომაც აი ქრისტიანი ამაზე უნდა ფიქრობდეს, ვისაც არ სწამს, არ სასუფეველი და არ ჯოჯოხეთი, მან რომ ეს გააკეთოს, კიდე იტყვი, რომ არ ჯერავს, რომ ის წარდგება ღვთის წინაშე. მაგრამ ქრისტიანი, რომელსაც ყოველდღე ესმის, ყოველდღე კითხულობს სახარებას სასუფეველის შესახებ, ჯოჯოხეთის შესახებ, ღმერთის მოწყალების და მისი სამართლიანობის შესახებ, ეშმაკის არსებობის შესახებ, რომ ის ადამიანებს აცდუნებს და მაინც ესე იგი გაკერპებულია თავის აზრში, რომ თვითონ არის მართალი, ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ეს ადამიანი ეშმაკს უსმენს და არ უსმენს ღმერთს. იმიტომ რომ ღმერთი ადამიანს სინანულისკენ მოუწოდებს, საკუთარი თავით დადანაშაულებისკენ მოუწოდებს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცოდვილია, ყველას ეშლება. და იქ სადაც ორ ადამიანს შორის არის მიტევება, არა, შენდობის თხოვნა და მიტევება, იქ მათ შორის არის ღმერთი. აი ჩვენ რომ ამბობთ, რომ ქრისტეას ჩვენ შორის. და იქ სადაც ერთიც ამბობს მართალი ორ და მეორეც, იქ მათ შორის არის ეშმაკი. რომ ქრისტე ყოფილიყოს ჩვენ შორის. და ქრისტე ყოფილიყოს ყოველთვის ჩვენს თვალწინ. აი ყოველთვის ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყოველთვის ქრისტე უყურებს. აი ამასთანავე ახლა ეს დღევანდელი თემა არ არის, მაგრამ ქალაქში რაღაც იყო ისეთი, რომ გაფუჭებული და ხელმეორედ აკეთებდნენ. და აი მიფუჩეჩებით რო კეთდება რაღაც, რომ მიაფუჩეჩე. ერთხელ გააკეთებ, მერე გაფუჭდება, მერე კიდე გააკეთებ, მერე კიდე ერთხელ რო კაცო პატიოსნად და კეთილსინდისიერად გააკეთოს თავისი საქმე, აი თავზე დგომა რო არ უნდა, აი მორწმუნე ადამიანი რატო იყო ყოველთვის, რომ თვითონ წარმართებსაც კი უნდათ, რომ ქრისტიანი ყოლოდათ მსახურად.
იმიტომ რომ იცოდნენ ის კეთის სინდისიერი იმას თავზე დგომა არ ჭირდება. იმიტომ რომ მან იცის მოციქული პავლეს სიტყვები, რომ ყველაფერი რასაც აკეთეთ არა როგორც ადამიანისა, არამედ როგორც ღვთისა. იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც თავზე უნდა გადგეს და ცოტა ხანი თავს მოეფარება, შენ მიაფუჩეჩებ საქმეს. მაგრამ შენ რომ იცი, რომ ეს ღმერთისაა და ღმერთი კიდე თავს არასოდეს არ მიეფარება და ყოველთვის გიყურებს, შენ იქ პატიოსნად გააკეთე. ეხლა უბრალოდ რომ დავფიქრდეთ, აი ჩვენს ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე პატიოსნად რომ გააკეთოს. ყველას რომ ახსოვდეს, რომ ღმერთი უყურებს. აი ჩვენი ქვეყანა შვებით ამოისუნთქება. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ხდება. ადამიანი, რომელიც პირველ რიგში თავის თავზე ფიქრობს და მერე საქმეზე, იმისგან საქმე არ გამოდის. ჯერო საქმეზე ფიქრობს კაცი და მერე თავის მოგებაზე, აი იმისგან გამოდის. მაგრამ ეგეთები ერთეულები, აი ღვთის მოშიში როა ადამიანი, პატიოსანი როა შინაგანი. ეგეთი გააკეთე. და ეგეთი ადამიანები არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი სიმდიდრე. კიდე ეგეთი ადამიანებით უდგია სული ჩვენს ქვეყანას, ესე იგი რომ სულ არის წაქცეული. რომ ყველა ისეთი რომ იყოს, მარტო ჯერ თავის თავზე ფიქრობდეს, მაშინ ჩვენი საშველი არაფერი არ იქნება. ღმერთი შეგვეციოს, აბა ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. 4 საათზე დაიწყება საღამოს ლოცვა. ჩვენთან არის ღმერთი.